ქეთევან ვაშაგაშვილის ფილმი „9-თვიანი კონტრაქტი“ ეხება საკითხს, რომელზეც საზოგადოებაში მარტივად და გულწრფელად იშვიათად საუბრობენ. თანამედროვე მედიცინასა და ბიოტექნოლოგიაში კი ერთ-ერთი ყველაზე სადაო და აქტუალური საკითხია. რატომ ხდებიან საქართველოში ქალები სუროგატი დედები? რა მთავარი მიზეზი? აბრალებენ სუროგატ დედებს, რომ შვილებს ყიდიან და ასე შემდეგ. ქალები, რომლებიც სხვის შვილებს, საკუთარი შვილების საკეთილ დღეოდ აჩენენ, უხილავად დარჩენა სამჯობი. საუბარია სუროგაციული დედობის თემაზე. ეს მე რამდენი ნაყოფია? მესამე სუროგაციაა. როგორც წესი, სუროგაციული დედობის საკითხი საზოგადოებაში ყველაზე კომპლექსურ და წინააღმდეგობრივ თემად მიიჩნევა, ვინაიდან ის მედიცინის, ეთიკის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური ღირებულებების სფეროებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ ამ საკითხის მიმართ ორი ძირითადი და ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია იკვეთება. ერთი მხარე სუროგაციას განიხილავს როგორც პროგრესულ და ჰუმანურ საშუალებას, რომელიც უშვილო ადამიანებს მშობლობის შესაძლებლობას აძლევს. ხოლო მეორე მხარე მას ქალის სხეულის კომერციალიზაციისა და ექსპლუატაციის ფორმად აფასებს. ეს არ არის რიგითი სუროგატი, ეს არ არის რიგითი მშობიარობა, მეხუთე საკეისრო კვეთა არის გასაკეთებელი. მის სიცოცხლეს შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქროს ნებისმიერ წამს. რეჟისორი ფილმში მაყურებელს ესაუბრება არა რაიმე განყენებულ თეორიაზე ან ზოგად იდეებსა და მორალურ დილემებზე, არამედ კონკრეტული ადამიანის რეალურ ცხოვრებულსეულ გამოცდილებაზე, მის შინაგან ტკივილზე, ფსიქოლოგიურ ბრძოლასა და პირად ტრაგედიაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს ფილმის განსაკუთრებული ძალა. სოციალური თუ ეთიკური პრობლემა წარმოდგენილია არა როგორც ცივი სტატისტიკა, არამედ როგორც ცოცხალი ადამიანური ისტორია, რომელსაც ემოციური სიღრმე და ინდივიდუალური დრამატიზმი გააჩნია. ისედაც ცუდად მყავდა თვითონაც და ნერვოზი გაუჩინა, იმ ცუდად ყოფნა, ძალიან ცუდად მყავდა. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჟანა ბავშვთა სახლში გაიზარდა, ოჯახის, სიყვარულისა და სოციალური მხარდაჭერის, განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე. ადრეული ასაკიდანვე იგი აღმოჩნდა ისეთი გარემოებების წინაშე, რომლებმაც მას დამოუკიდებელი არსებობისა და თვითგადარჩენის პასუხისმგებლობა დააკისრა. მოგვიანებით, როდესაც დედა გახდება, საკუთარი შვილისთვის იმ პირობების შექმნის სურვილი, რაც თავად არასოდეს ჰქონია, მისთვის სუროგატ დედობამდე მისვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცევა. ის რაც იყო დედიკო სიომორჩა. შენს გამო გავაკეთე ყველაფერი. შეიძლება ხვდებოდი კიდევაც ბევრ ამის, მაგრამ არ მეუბნეოდი, ვიცი. იმიტომ რომ ჩემი შვილი გონიერია და ყველაფერს ხვდება ხოლმე, ხოდე? კი, ვიცი. ფილმის ავტორი განსაკუთრებული სიფრთხილითა და ემპათიით აშენებს პერსონაჟის შინაგან სამყაროს. მაყურებელი ეტაპობრივად ეცნობა გმირის განცდებს, შიშებს, მოლოდინებსა და იმ შინაგან კონფლიქტებს, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. საქართველოში, სადაც ფილმის მოქმედება ვითარდება, სუროგაციული დედობა კანონით ნებადართულია. თუმცა სამართლებრივი ლეგიტიმაცია ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობასა და უსაფრთხოებას. ფილმში ნათლად ჩანს თუ როგორ ვითარდება აღნიშნული სფეროს ირგვლივ სხვადასხვა არაოფიციალური და მანიპულაციური სქემები, საბუთები არ იყო წესრიგში, შუამავლობრივი ინტერესები, ფინანსური დამოკიდებულებები და ის გარემოებები, სადაც ქალი ხშირად ყველაზე მოწყვლად მხარედ რჩება. ჯერ ისეთ რაღაცებს თავაზობ და რას ქვია? შენ ტოლი გოგოაო და 30,000 განაგიხდისო თირკმელი მეეციო. და ისედაც მოფურტკნული მე და ახლა თირკმელს რომ მივცემდი, ხო წარმოგიდგენია? 10 წლის სიცოცხლე უეჭველი გაკლდება თურმე. საიდან მოვყვებოდი? განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფილმში წარმოდგენილი კონტრასტი დედის თავგანწირვასა და მის შინაგან მოთხოვნილებას შორის. შეენარჩუნოს ადამიანური ღირსება. თუ რამე ყველაფერში დაგეხმარები, საგანშიც
თავარი გმირი, რომელსაც განათლება არასოდეს მიუღია, სკოლაში სიარულს მხოლოდ საკუთარი შვილის, ელენეს დაჟინებული თხოვნის შემდეგ იწყებს. ეს ეპიზოდი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს. ქალიშვილი თითქოს ცდილობს დედას დაუბრუნოს ის, რაც მას ბავშვობიდანვე წაერთვა, განვითარების შესაძლებლობა, საკუთარი თავის პატივისცემა და რაც მთავარია განცდა, რომ ადამიანის ღირებულება მხოლოდ საკუთარი სხეულით შემოსავლის მიღებით არ განისაზღვრება. ჟანა მობრძანდი, გამარჯობათ. ბავშვებო, მინდა გაგაცნოთ ჟანა, რომელიც გადაწყვიტა, თქვენზე დიდია ასაკით, მაგრამ არ ქონდა სრული ზოგადი განათლება მიღებული და გადაწყვიტა, რომ ჩვენ სკოლაში მოიმოვა. მნიშვნელოვანია ფილმში ნაჩვენები ჟანას სურვილიც, რომ მისმა შვილმა იურიდიული განათლება მიიღოს და მომავალში ისეთი ქალების უფლებები დაიცვას, როგორც თავად არის. დედა არ გეყოლება და ისეთი პროფესია, რომ შენი თავი დაიცვა ყოველთვის შენ და არავინ ცრემლი არ გადინოს თვალიდან. დამიჯერე. ამ სურვილში არა მხოლოდ დედობრივი იმედი, არამედ სისტემის წინაშე საკუთარი დაუცველობის ღრმა გააზრებაც იკითხება. ქალი აცნობიერებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გარემოში, სადაც სიღარიბე, განათლების არ ქონას, მას სხვების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულს ხდიდა. გეკითხებიან საიდან ხარ, როგორ ხარ, სად ცხოვრობ, რაღაც და რა ვიცი, უკვე მერე უკან იხევენ ანუ ამ ყველაფერს. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პროცესში 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ჟანას ცხოვრებას და მისი პიროვნული თუ სოციალური განვითარების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს ესწრებოდა. ასეთი ხანგრძლივი შემოქმედებითი პროცესი ფილმს განსაკუთრებულ დოკუმენტურ სიღრმესა და ემოციურობას ძენს. გოგო 9-წლიანი დაკვირვების შედეგად ქეთევან ვაშაგაშვილი ერთი ბიოგრაფიის ფონზე იყვება სოციალურ რეალობაზე, იმ გარემოებებზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაზე სისტემურ გავლენას ახდენს. ჟანას პირადი ისტორია მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არაა. ის საზოგადოებრივი პრობლემების განზოგადოებულ სიმბოლოდ გარდაიქმნება. ფილმის ფინალში საშვილოსნოს აღმოკვეთის ოპერაცია მხოლოდ სამედიცინო შემთხვევად არ აღიქმება. იგი გაცილებით ღრმა სიმბოლურ დატვირთვას იძენს და ადამიანის ცხოვრების იმ მძიმე ფასს გამოხატავს, რომლის გადახდაც ხშირად გადარჩენის, არსებობის გაგრძელებისა და სოციალური რეალობის წინაშე გასამკლავებლად ხდება საჭირო. იყო საკვირწლები ხორჩი. რა გინდა საკვირწლები? უნდა. ხალია პრაქტიკა. ამდენი? სწორედ აქ სვამს ავტორი ერთ-ერთ უმთავრეს ეთიკურ კითხვებს. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის არჩევანი თავისუფლად, თუ მას სიღარიბე, შიში და ალტერნატივობის არარსებობა განაპირობებს. ის ფული მე არ დავარაღოთ. კაი, ხა გაჩუნდი, ეგეთი რაღაცები არ გამაგონო. და სად გადის ზღვარი ნებაყოფილობით გადაწყვეტილებასა და სოციალური იძულების ფორმას შორის. ყველა უნდა გამეკეთებინა, დედი? ისედაც ის არის, სიკეთია ეგ ნუგეში. ამერ ჯადვალი შენი ცოცხლე გაწირება ფულის. არ გავწირე, ცოცხალი ვარ, გაჩუნდი. ფილმის ნახვის შემდეგ ბუნებრივად ჩდება სურვილის ვისაუბროთ არა მხოლოდ სუროგაციულ დედობაზე, როგორც სოციალურ და ბიოეთიკურ ფენომენზე, არამედ უფრო ფართო პრობლემებზეც. სოციალურ უთანასწორობაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე, ქალთა მდგომარეობაზე, იურიდიულ დაუცველობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მე რო გავიზრდები, უფრო სხვა ცხოვრება იქნება. ეს ფილმი მზაპასუხებს არ გვთავაზობს. იგი შეგნებულად არ ცდილობს მოვლენების კატეგორიულ შეფასებას, ან კონკრეტული მორალური პოზიციების პირდაპირ დაკისრებას. სათქმელის მსგავსი ფორმით გადმოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ინტელექტუალურ ღირებულებას იძენს კინოხელოვნებაში. და ბოლოს, ეს ფილმი მხოლოდ სოციალური პრობლემის დოკუმენტური აღწერა არაა. იგი თანდათან იქცევა მშვიდ, მაგრამ ძალიან მყინვარულ რეფლექსიად ადამიანზე,
მის სხეულზე, მარტოობაზე, გადარჩენის ინსტინქტსა და იმ უხილავ ფასზე, რომელსაც ცხოვრება ხშირად ყველაზე დაუცველ ადამიანებს ახდევინებს. ეს არის ფილმი ადამიანის შინაგან სიმყიფეზე, ღირსებაზე და იმ რთულ არჩევანებზე, რომლებსაც ხშირად არა თავისუფლება, არამედ გარემოებები განსაზღვრავს. შენი ოცნება რა არის? რავი დედი, ადრე სახლი იყო, მაგრამ ახლა შენი განათლება და კარგად ყოფნა. კარგად ყოფნა ოცნება არ არის. ოცნები უნდა იყოს დიდი და მომაჯერებელი.